ეს არის Porsche Cayman-ი მეორე თაობა 991 და დღეს ვნახავთ როგორი მანქანაა, როგორ დადის და ღირს თუ არა შეძენა ამ მანქანის როგორც ბიუჯეტური 911-ის. წავედით. ესე იგი, დღეს ყავს ძალიან საინტერესო მანქანა, Porsche Cayman-ი 991, ანუ მეორე თაობა და ძალიან საინტერესო მანქანა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მანქანა ყოველთვის იყო და არის 911-ის ჭრდილში. ეს არის Boxster-ის კუპე ვარიანტი, პირველი გამოვიდა Boxster-ი, კაბრიო, რომელიც პირველი თაობა ძალიან უშნო იყო, მაგრამ შემდეგ დაიხვეწა. რა თქმა უნდა, როგორც 911 გარეგნულად ეგეთი არ არის, მაგრამ კარგი მანქანაა რა. უფულო კაცის 911-ს კი ეძახიან, მაგრამ ფასი ისეთი აქვს, რომ თლად უფულო კაცისაც არ არის დაახლოებით 30-40,000 დოლარის ფარგლებშია. ეხა ეს თაობა, ეს არის 2015 წლიანი, 2.7 ძრავით. აი ავტოზე ხა რაც ვნახე, ბევრი არჩევანი არ არის ერთი მანქანა, მხოლოდ ასეთი ღირს დაახლოებით 32,000 დოლარი. მაგფასში, აი რავი, უამრავი ვარიანტია სპორტული მანქანის, აგერ ნახევარფასად ჩემი M240, M2, M4, Corvette, Camaro, ნახევარფასში Z, MX5 Miata და ნუ რავი, ძალიან ბევრი არჩევანია რა. ეს 911-ის ჭრდილში არის, მაგრამ ზოგადად საერთოდ სხვა მანქანაა. თუ 911-ს ძრავი აქვს უკან, ანუ უკანა ბორბლების უკან, ამ მანქანას ძრავი აქვს შუაში, უკანა ბორბლების წინ არის. ნუ ხა რო ავხადოთ აქ არაფერი ჩანს, თუმცა არქიტექტურა საერთოდ სხვა არის, წონის გადანაწილებაც სხვა არის, საერთოდ სხვა მანქანაა. მონაცემებს რაც შეეხება, ეს არის base ვარიანტი, 2.7 ძრავით, 6 ცილინდრით, 275 მეცხენის ზალა აქვს და 290 ნიუტონ-მეტრი და არის 1300 კილო. ჩვენ შემთხვევაში არის 7 სიჩქარიანი PDK ავტომატიკა, თუმცა არის მექანიკებიც და ის ბევრად უფრო გასართობი იქნება. თუმცა სისწრაფით რა თქმა უნდა PDK უკეთესია. როგორც პირველ თაობაში, ესევე ამ თაობაშიც ძრავები იყო ატმოსფერული. შემდეგ უკვე 2017-დან მესამე თაობაში წავიდა უკვე 4 ცილინდრიანი ტურბოძრავი. პირწმინდად ესე მონაცემებით და ფასით თუ ვიმსჯელებთ, ცოტა გაუჭირდება ამ მანქანას კონკურენციის გაწევა სხვა ვარიანტებთან. მაგალითად, მესამედ ფასში შეიძლება ადამიანმა შეიძინოს Z370, რომელიც რა თქმა უნდა ის უფრო ბიუჯეტური მანქანაა, ინტერიერზეც ეტყობა და საერთოდ სტატუსზე და საერთოდ ყველაფერი, რა თქმა უნდა, თუმცა ნუ მე ვიძახი პირწმინდად ზღოლის პერსპექტივით, რომ ვიმსჯელოთ რამდენად გაუწევს წინააღმდეგობას და რამდენად გაამართლებს ამ ფასს, მაგას უკვე გზაზე ვნახავთ. ნუ ეს საბაზისო ვარიანტია, თუმცა აქვე ვთქვათ, მოდი Cayman S-იც, რომელსაც აქვს უკვე გაზრდილი 3.4 ლიტრის მოცულობის ძრავი, ასევე 325 ცხენის ზალა, 370 ნიუტონ-მეტრი. ის ბევრად უფრო კარგია, ბევრად უფრო სწრაფია, თუმცა ფასიც რა თქმა უნდა მეტი ღირს. ჩვენი ინტერესის სფერო არის ეს მანქანა, დაახლოებით 20-35,000 დოლარად, რას ვიყიდით. Porsche-ა, სტატუსი აქვს, ხარისხი აქვს, სავარაუდოდ და გარეგნულადაც მე პირადად მომწონს კარგი მანქანაა, მაგრამ ნახოთ დანარჩენი როგორი იქნება, რას შემოგთავაზებს Porsche. აჩქარება აქვს 0-დან 100-მდე 5.6 წამი. მაგას მე უკვე გავზომოთ როგორ რა იქნება. ამ მანქანას აქვს ორი სათავსო, როგორც უკან, ისე წინ. და მინდა გითხრათ, რომ ეხა, ნუ ძალიან დიდი ადგილი ეხა უკან არ არის, მაგრამ არის საკმაოდ. აქ უკვე ძრავია. აქ შეიძლება პატარა ჩანთების ჩადება და ნუ აქაც რაღაცას დავდებთ ისეც ეს დაიჭერს, რომ წინ არ გადავარდეს. ამ ხრივ, ნუ ნორმალურია უკანა მხარე. ხო, წინა მხარეს როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგი დიდი ფართი აქვს და ნუ რავი, ერთი დიდი ჩანთა ჩაეტევა, მეტიც რა. ასე რომ საკმაოდ ისეთია რა, პრაქტიკული მანქანაა, ატმოსფერულია, 6 ცილინდრია და ნახოთ აბა როგორი ხმა აქვს. დავქუქოთ.
ესე იგი ინტერიერსაც შეეხება, იგრძნობა რა, იგრძნობა ხარისხი მატერიალებზეც აქ. ჩვენ შემთხვევაში ახლა მანქანა ახალი არ არის და საკმაოდ ისეთი გარბენიც არ აქვს ცოტა და ამის გათვალისწინებით საკმაოდ კარგად არის შენახული 160,000 კილომეტრი აქვს გარბენი ახლა ამ მანქანას და სპორტული მანქანისთვის ეს გარბენი არის საკმაოდ ბევრი და ამ გარბენის გათვალისწინებით ჯერ მაინც კარგად გამოიყურება. არის რაღაც პატარა დეფექტები, თუმცა ეგ უკვე ნორმალურია. ამ მანქანას როგორც თქვი უკვე აქვს მექანიკის ვარიანტების, რაც მე როგორც მექანიკის მოყვარული ძალიან გამიხარდებოდა და სასიამოვნო იქნებოდა, თუმცა როგორც ავტომატიკა, PDK, ანუ Porsche-ს ორმაგი გადამულობის ავტომატიკა ძალიან კარგია, ძალიან სწრაფად რთავს და ქალაქში ყოველდღიური გამოყენებისთვის, რა თქმა უნდა, ეს უფრო კომფორტულია, ამასთანავე სწრაფიც არის ვიდრე მექანიკა. მულტიმედია საკმაოდ ძველია, CarPlay არ აქვს, თუმცა ცუდად არ გამოიყურება, რაც თავარია და ჯდება კარგად ინტერიერში. აქ გვაქვს მონაცემთა დაფა, სადაც უკვე გვაჩვენებს ზრავის ზეთის ტემპერატურას, წნევას, საბურავების ჰაერებს და სხვადასხვა მონაცემებია. სავარძლებსაც შეეხება, ეტყობა ხარისხი, კარგი ტყავია და მიუხედავად ამ ხელა გარბენისა, მაინც კარგად გამოიყურება სავარძლები. პატარა სათავსო, ხო, სხვა ისეთი არაფერი. დავიძარით. ვნახოთ როგორ დადის ჩვენი Porsche Cayman-ი. კონდიციონერი კაი აქვს და ზოგადად სპორტულ მანქანებში ეგ კაია, რომ იმის გამო რომ პატარა ინტერიერი აქვს, სწრაფად და კარგად აგრილებს კონდიციონერი. ჩვენ მანქანას აქვს 19-იანი დისკები. ეს Cayman-ი არის base კომპლექტაცია, საბაზისო მანქანაა და არ არის SC და ძალიან ხისტიც არ არის. თქმა უნდა, ეხლა სპორტული მანქანაა და ხისტი არის ასე თუ ისე სტანდარტულ მანქანასთან შედარებით, თუმცა ისეთი არა რომ ყოველდღიურად არიაროს ადამიანმა. ესე იგი ეს სიჩქარეების შიფტერები, გადამხდელები არის პირველი თაობის ძველი, ასე ვთქვათ და მუშაობს როგორ ორივე ერთნაირია, ორივე ერთნაირად მუშაობს. ანუ ახლებში როგორც არის აქეთ მომატება, აქეთ დაკლება, სიჩქარეების ეგრე არ არის. აი მაგალითად მივდივარ პირველით, დავაჭერ, გადავიდა მეორეში. დავაჭერ, გადავიდა მესამეში, მაგრამ იქიდან რომ დავაჭერ, გადმოიტანს ისევ მეორეში. იგივე ხდება აქეთაც, არ უნდა განსხვავება, არაფერი არ არის, უბრალოდ ერთი აქეთ არის, მეორე აქეთ არის. ორივე ხელით შეგვიძლია გადავთოთ სიჩქარეები. რა თქმა უნდა, ის მირჩევნია, ახალი ჯობია, უფრო მარტივია, თუმცა ესეც, რავი, მიჩვევის ამბავია. Porsche როა ეგ ეთყობა, პირველივე შთაბეჭდილება ეგეთია, რომ ადამიანებისგან უფრო მეტი ყურადღება მოდის, მეტი დაინტერესება, მეტად უყურებენ, ვიდრე მაგალითად BMW M240. BMW ეხა ისეთია, რომ თუ ავტომოყვარული არ ხარ, ერთი ჩვეულებრივი ლამაზი BMW-ია რა. ეს კიდე ძალიან განსხვავებულია სხვა მანქანებისგან, მეტ ყურადღებას იქცევს. სხვათა შორის Z უფრო მეტ ყურადღებას იქცევს ვიდრე BMW. თქმა უნდა, ეხა Porsche-ს ყურადღება არ აკლია თან წითელს. მე მგონი გარეგნულად ცუდი მანქანა არ არის, კარგად გამოიყურება. ბიუჯეტური 911 არის, მაგრამ საერთოდ სხვა მანქანაა. ერთადერთი რაც მაინტერესებს არის ის როგორ დადის. იმიტომ რომ მონაცემები ხა ისეთი არ აქვს, რომ თუ მაგალითად კონკრეტულად რაღაც სპორტული მანქანის შეძენა გვინდა და იმიჯი, სტატუსი და ასე შემდეგ დიდად არ არის პრიორიტეტი, ძალიან ბევრი ვარიანტია. შესაბამისად მაინტერესებს როგორც სპორტკარი, როგორი სამართავია ჩვენი Porsche. ნახოთ, ეხლა დავქოქავთ, ამდე მოსასვლელი გზაა რაც გამოვიარეთ. ნორმალური მანქანაა, მაგრამ უფრო დეტალურად ვნახავთ როგორ დადის ჩვენი Porsche Cayman. ბრუნამდე მანქანა წყნარია რა, ასე ვთქვათ. ბრუნი აქვს ყველა რა.
8000 ბრუნამდე მანქანა მიდის. 4000 ბრუნიდან იწყებს წასვლას უფრო, იქიდან გამომდინარე, რომ თორქი არც ისე ბევრი აქვს. ხმა ძალიან სასიამოვნოა. მანქანას ერთი დიდი პლუსი ის აქვს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი სიმძლავრე არ აქვს და ძალიან სწრაფი არ არის, შეგვიძლია გამოვიყენოთ ის, რაც აქვს. 500 ცხენის ძალიან მანქანას პირველს, მეორეს რო გადავურთავ, უკვე იმით ვაჭარბებთ ყველა შემთხვევაში. აქ ეგრე არ არის, პირველი, მეორე, მესამე ძალიან გასართობია და ისე რომ ძალიან სწრაფადაც არ მიდიხარ. რა თქმა უნდა, ამ ძრავის ბუნება საერთოდ სხვა არის, უნდა გაწურო, ისე ვერ იღებს სიამოვნებას, რადგან ეს მანქანა სწრაფი და ცოცხალი ხდება უკვე 5, 6, 7, 8000 ბრუნამდე. სხვა შემთხვევაში უბრალოდ ჩვეულებრივი სტანდარტული მანქანაა, არაფერი განსაკუთრებული. ნუ ქალაქში ამის საშუალება არ არის და არ შეიძლება. ყოველდღიურობისთვის, რა ვიცი, ნორმალური მანქანაა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტულია, Porsche-ა, მაინც ყოველდღე ჩვეულებრივად ვივლით, არც ისე ხისტია, რომ ყოველდღიურობაში ვერ გამოვიყენოთ. აჩქარება 5 და 7 წამი აქვს 100 კილომეტრამდე ამ ვერსიას. ნუ მაგასაც გავზომავთ 5 და 7, ეხა უკვე როგორი დრო არის, იცით? 2019 წლიან Mazda MX-5-საც ეგრე აქვს Miatas, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ 180 ცხენის ზალა. თუმცა ის ძალიან სუბუქი მანქანაა და აჩქარებაც ეგეთი აქვს. 5 და 7 ისეთი დროა, როგორც მაგალითად ჩემს 22 წლის Z350-ს აქვს. თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე და მონაცემებით სპორტული მანქანის შეფასება არ ხდება. ხდება იმით, თუ როგორ იმართება მანქანა, როგორ დადის მოსახვევებში, როგორ მოგყვება და როგორ ემოციებს გაძლევს ხმა, მანევრი და ყველაფერი ერთად. ხოჭებიც კარგი აქვს. პიტი. 1.5-იან პიტთან ალბათ გავუჭირდე. მე ვყავდა 1.5-იანი პიტი, RS მექანიკა უბედური იყო. ბოსის აუდიო აქვს, აბა რადიო ვნახოთ. განაჩემი ვარდი ლამაზო. კარგად ისმის. სხვანაირად. ამოვედით დიდგორზე, გამოვისეირნეთ და შემეცვალა მანქანაზე შტაბეჭდილება, იმიტომ რომ ეს პირდაპირ სწორზე გაწევით ეს მანქანა მართლა არ წინავს რა დღესდღეობით. ეხა ისეთი მანქანებია, რომ ვერაფერი განსაკუთრებული, თუმცა მოსახვევებში და ასეთ გზებზე ძალიან მაგარია რა. როგორც სპორტკარი არის ძალიან დახვეწილი. მიუხედავად იმისა, რომ გაწევით რაღაცა სასწაული არ არის, როგორც სპორტკარი მართლაც განსაკუთრებულია, იმიტომ რომ მანევრი, მოსახვევები და დგომი მანქანას აქვს ძალიან დახვეწილი, არ ქანაობს, არ ყანყალებს. მოსახვევში ისე შედის, რომ საერთოდ არ ვართ დაძაბული. ეს არის აი ესეთი.
მანქანა ძალიან დამაჯერებელი, იმის შეგრძნება გაქვს, რომ მოგხვება მანქანა, ყველაფერს გააკეთებს და მოსახვევში რაღაცა არ მოხდება და არ გაშინებს რა. და იმის შეგრძნება არ გაქვს, რომ მანქანა სადღაც კონტროლს დაკარგავს, არის საოცრად მომყოლი და აკეთებს იმას, რაც გინდა. თუმცა აქვე უნდა ითქვას ის, რომ აი ეს სიმძლავრის დანაკლის მაინც განვიცდი, მით უმეტეს დაბალ ბრუნზე, თუმცა გარცობა მაინც შეიძლება ამ მანქანით, რაც გასაკვირი ასევე არის ის, რომ ხიდის ბლოკირება არ აქვს და მოსახვევში რაღაც დამაჯერებლად ვერ გადიხარ და ეგ მინუსია რა, ჩემთვის ეგ მინუსია ნებისმიერი სპორტული მანქანისთვის. Z-ს აქვს. ხო ბიუჯეტურია, მაგრამ Z-ს აქვს ბლოკირება, M240-ს არ აქვს ბლოკირება, ეგეც რა ვიცი რა. უკანა წამყვან მანქანას, სპორტკარს უნდა კონდეს ბლოკირება, ჩემი აზრით. 5 და 7 უწერია აჩქარება და მაინც ვნახოთ, აბა გავსინჯოთ, როგორ აჩქარდება. ლანჩ კონტროლი არ აქვს. გაზი ტორმუზით დავძრავთ, ზვიოც ადგილზეა. ორი კაცი ვზივართ რა, მაგრამ მაინც გავზომოთ. წავიდა. თავიდან უჭირს რა 8 და 47, აი რატომღაც თავიდან უჭირს რა. ვნახოთ კიდევ ერთხელ. და 35. მაინც ბევრია. ვერა, ძალიან შორს ვართ დროსგან. 7 და 25 არის აჩქარება 100-მდე. რა თქმა უნდა, ეხა ზვიოზის და ჩავთვალოთ 80 კილო, ხო? 0.2 წამი, 0.3 ჰა. Porsche-ს გაუჭირდება ამ გაწევით კონკურენციის გაწევა. იდის მანქანა რა. იგრძნობა რომ კარგად მიდის, მაგრამ ის დაძვრის მომენტში რაღაცა უჭირს რა. რაღაცა ვერ მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს. აღარ ბრუნებზე ძალიან სასიამოვნოა, მოსახვევში ძალიან კარგად დადის. თუმცა ცოტა ჯანი აკლია რა. ხმა ძალიან სასიამოვნოა. როგორც სპორტკარი წინავს, თუმცა ჯანის გარეშე. ტრეკზე ძალიან გაასწორებს ეს მანქანა. ეგ არის რა, როგორც სპორტკარი ძალიან კარგი სამართავია. ტრეკზე ძალიან სასიამოვნო იქნება, იმიტომ რომ მოსახვევებში ძალიან მაგრად შედის. თუმცა ჯანი მაინც ცოტა აკლია რა. 30,000-ად ვიყიდდი თუ არა ამას, ალბათ არ ამგონია. ეგაა რა. გამოიწერეთ ასევე ჩემი არხი რაც თავარია. დამიწერეთ რაიმე კომენტარი და ეგ არის და ეგ. აბა დროებით.